სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები და პრაქტიკული ხარვეზები. ამ სახელწოდების კვლევის პრეზენტაცია გამართა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა. დოკუმენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის მონიტორინგის 8-თვიანი პერიოდია შეჯამებული. მასში ასევე გაანალიზებულია და კრიტიკულადაა შეფასებული უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე საპარლამენტო ზედამხედველობისა და კონტროლის არსებული მექანიზმების ეფექტიანობა. ასევე აქცენტი გაკეთებულია სუსის ფართო უფლებამოსილებასა და რესურსების არარაციონალურ ხარჯვაზე. კვლევა ასევე მიმოიხილავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშს. ჩვენი კვლევა ეხება მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე განხორციელებულ კონტროლს. რეალურად ფაქტი არის, რომ საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე ფაქტობრივად არანაირ საპარლამენტო კონტროლს არ ახორციელებს. საქართველოს საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთი მხრივ კანონშემოქმედებით აძლევს გარკვეულ მანდატს და უფლებამოსილებას და მეორე მხრივ ის უნდა გააკონტროლოს აუცილებლად, რა შეიბოჭოს მისი უფლებამოსილება და მან იმოქმედოს მხოლოდ იმ მანდატის შესაბამისად, რაც მას აქვს კანონმდებლობით მინიჭებული. შესაბამისად, ის რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ გადააჭარბოს თავის უფლებამოსილებას, საპარლამენტო კონტროლი ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვნახეთ მათ შორის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერეოდა სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდშიც და უშუალოდ არჩევნების დღესაც და რეალურად ვხედავთ, რომ მისი უფლებამოსილება იხარჯება და ის იყენებს თავის უფლებამოსილებას არამიზნობრივად. ის იყენებს თავის უფლებამოსილებას მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე და მისი ფუნქცია დღესდღეობით სამწუხაროდ არ არის ქვეყნის ინტერესებს მორგებული. უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ ყველაზე უფრო მეტი რესურსი, როგორც წესი, რომ ადამიანის უფლებები დაარღვიონ. სწორედ ამ თვალსაზრისით უსაფრთხოების სექტორი, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის იყო დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განსაკუთრებული ყურადღების და ინტერესის საგანი. მით უმეტეს ჩვენი ინტერესი საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით განსაკუთრებით გააძლიერა იმან, რომ ევროკავშირის ერთ-ერთ ნაბიჯს შორის, ასევე 9 ნაბიჯს შორის ერთ-ერთი არის სწორედ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორზე, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც იგულისხმება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დეტალურად შეგვესწავლა, როგორ ახორციელებს პარლამენტი რეალურად ამ კონტროლს. 2024 წელი არის ანგარიშო პერიოდად აღებული საპარლამენტო არჩევნებამდე და ეს 2024 წელს თავისი, რა თქმა უნდა, ამ კვლევას და თავადაც საპარლამენტო საქმიანობას ჰქონდა გარკვეული არა, ძალიან ბევრი შეზღუდვები. 2024 წელი გვახსოვს რა ხდებოდა, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როდესაც პარლამენტმა მიიღო რუსული სტილის უცხოური და გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ კანონი და გარეთ მიმდინარე პროტესტებმა ფაქტობრივად პარლამენტის პარალიზება გამოიწვია. ეთერში დაუბრუნდებით მცირე პაუზის შემდეგ.